რაჭაში კი გამწვანების აქცია ჩატარდა ამბროლაურის რაიონში 3000 ძირი ხე დარგეს. აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა. სოფელ ტოლოში კაკლის ჯიშის ნერგები მოსალოდნელი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დარგეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამბროლაურში ხეების დარგვა მეწყრულ პროცესს შეაჩერებს. This program has been going on for a year. მოხარული ვარ, რომ აქვემყოფები ეს პროგრამა ერთი წელია რაც ხორციელდება და ჩემი აზრით დღევანდელი დღე არის კულმინაცია. ჩვენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ევროკომისიასთან და რეგიონის მოსახლეობასთან ერთად მუშაობთ კატასტროფების რისკების შევამციროთ მეწყერ საშიშ ზონებში. საბოლოო ჯამში იგეგმება სულ მთელს რეგიონში 3000-ზე მეტი ენერგიის დარგვა, რაც ემსახურება კატასტროფების რისკის შემცირებას. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ენერგები ირგვება კონკრეტულად სპეციალურად მეწყერ საშიშ ზონებში, რომელიც შეაჩერებს მეწყერს, ასევე ემსახურება ეს ხეების განაშენიანებას. პატრიარქის მოწოდება, რომელიც ემსახურება მინიმუმ 12 ენერგიის დარგვას, დღეს მობრძანებული ყველა პიროვნება არანაკლებ 12 ენერგს დარგავს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელ ჯვარს, რომელმაც შეგვიძინა კაკლის ენერგები და ბუნებრივია საომავლოდ ეს ენერგები როგორც ამ მეწყრულ ადგილებს გაამაგრებს, ასევე გარკვეულ შემოსავალს მისცემს მოსახლეობას. როგორ მარაგდება